მოგესალმებით, მეგობრებო, გავაკეთოთ საჯარო გაშლა კითხვაზე, რა გამიხარდება ახლო მომავალში. სანამ გაშლას დავიწყებ, გეტყვით, რომ ჩემს Facebook გვერდზე ყოველდღიურად ვანთავისებ ვიდეოს, აირჩიეთ დღის არკანი, რა გელოდებათ ყოველდღიურად, რასთან უნდა იყოთ ფრთხილად, რა უნდა გაითვალისწინოთ ამასთან დაკავშირებით. აქ მიმოდიდებ ჩემს Facebook გვერდს და გამომყევით თუ ხართ დაინტერესებული მსგავსი გაშლებით. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას გვაქვს 5 ვარიანტი, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე ვარიანტი. შერჩიეთ თქვენთვის 1 ან 2 სასურველი ვარიანტი და დაელოდეთ პასუხებს. პირველი ვარიანტი, რა გამიხარდება ახლო მომავალში? ახლო პერიოდში გაგიხარდებათ ის ამჟამინდელი პრობლემა, რაც გქონდათ, რაზეც თითქოს გამოსავალს ვერ პოულობდით, ან მერყეობდით, ვერ ხედავდით გზას, რა როგორ უნდა წასულიყო, რა როგორ უნდა გამოსწორებულიყო. თითქოს აი ამ შემთხვევაში გამოგიჩნდებათ გზა, გამოგიჩნდებათ მიმართულება და აი ამ პრობლემის მოგვარება გიჩანთ. ან რომელ გზაზე უნდა წახვიდეთ, რა უნდა აირჩიოთ, როგორ უნდა გამოასწოროთ თქვენი პრობლემა, სწორედ ამას შეეხება თქვენი სიხარული. თითქოს აი პატარა ჩიხში ხართ შესული და აი ამ ჩიხიდან გამოსვლა გიწევთ. ეს ეხება თქვენს ამჟამინდელ პრობლემას და ეს არის ყველაზე სასიხარულო თქვენ შემთხვევაში, რომ იპოვით გზას, იპოვით შესაძლებლობას აი ამ თქვენი პრობლემის, ესე რომ ვთქვათ, მოსაგვარებლად. ნახოთ მეორე ვარიანტი, რა გამიხარდება ახლო პერიოდში. აქ ჩანს, რომ უფრო ოჯახს ეხება, შეიძლება ვინც მეორე ვარიანტი აირჩიეთ, ჩავთქვით ან ოჯახი, ან ოჯახურ საკითხზე რაიმე. ოჯახში შემოდის ძალიან დიდი სიხარული, იმ ადამიანების გარშემო შემოდის სიხარული და ბედნიერება, ვის გვერდითაც ატარებთ ყველაზე დიდ დროს. ეს შეიძლება იყოს როგორც თქვენი პარტნიორი, ასევე ოჯახის წევრები, ახლობლები და ძირითადად ანუ ოჯახის საკითხს ეთმობა. აი ეს დიდი სიხარული, რაც შემოდის თქვენთან. ცალკეულ შემთხვევებში არ გამოგვიცხადა, რომ ეს ეხებოდეს მატერიალურ კეთილდღეობასაც. ნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტის შემთხვევაში ნუცელს ახარის, რომ გაგიხარდებათ ის, რომ ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებთ. შეიძლება ჩაკეტილი იყო ფინანსური საკითხები, არ გამოდიოდა ფინანსების დაალაგება, ან რაიმე თანხების შემოსვლას ელოდებოდით და არ შემოდიოდა ეს თანხები თქვენთან. და მესამე არკანში ჩანს ის, რომ მოაგვარებთ ფინანსურ პრობლემებს. გამხვალთ აი ამ ესა რა ვთქვათ სიტუაციიდან, ანუ გულისხმობ ფინანსურ მდგომარეობას, ფინანსური კეთილდღეობა შემოდის თქვენთან, ფინანსების ახსნება გზა თქვენ შემთხვევაში და აი ამით იქნებით ძალიან გახარებული. ნახოთ მეოთხე ვარიანტი. მეოთხე ვარიანტის შემთხვევაში გაგიხარდებათ ის, რომ ძალიან კარგ ძალას, ანუ ენერგეტიკულად ენერგეტიკულად იგდom ძალიან კარგ ძალას, ემოციებს, შეიძლება აქამდე გქონდათ რთული პერიოდი, სულ ან ცუდ განწყობაზე იყავით, ან დაძაბული იყავით, უსიამოვნო ფიქრები და ემოციები გქონდათ და მეოთხე არკანში ჩანს, რომ შემოდის ახალი დადებითი ენერგიები, კარგი განწყობები, წვრილ-წვრილად პატარ-პატარა სიტუაციების მოგვარება და გამოსწორება გიჩანთ რეალურად. და აი ეს დაგაყენებთ კარგ განწყობაზე, კარგ ხასიათზე, ესე რა ვთქვათ, ამაღლებულ ხასიათზე იქნებით, ენერგეტიკულადაც უფრო კარგად იგრძნობთ თავს და აი ეს არის, რაც გაგახარებთ. და ბოლო მეხუთე ვარიანტი. მეხუთე ვარიანტის შემთხვევაში ჩანს, რომ აქამდე რასაც აკეთებდით, რა შრომასაც დებდით, რა პრობლემებით გაწუხებდათ, ნებისმიერ საკითხთან მიმართებით, ესე ვთქვათ, შეიძლება იყოს როგორც ფინანსები, ასევე ურთიერთობები, შეიძლება იყოს კარიერის საკითხი. აი ამ საკითხებზე, სადაც ბევრს შრომობდით, შეიძლება ეს ყველაფერი არ ფასდებოდა, არ ნახულობთ, ანუ არავინ არ იყო თითქოს ამის დამნახი, რასაც აკეთებდით და ამ შემთხვევაში ჩანს, რომ გაგახარებთ ის, რომ ამ თქვენი შრომის დაფასება მოხდება ნებისმიერ საკითხში, რაც არ უნდა ჩაგეთქვათ აქ. და აი ამას შემოაქვთ თქვენთვის სიხარული. ანუ ის, რასაც აქამდე აკეთებდით, თითქოს და აი ვერავინ ვერ ხედავდა ამას. ამის დანახვა ჩანს თქვენ შემთხვევაში
ამების გამოსწორება ჩანს და თითქოს როგორ გითხრათ, ჩვებას და სიმშვიდეს, სიწყნარეს და ბედნიერებას იგრძნობთ აი ამ საკითხის მოგვარებით თქვენთან. ეს იყო სულ ჩემო მეგობრებო, გამიხარდება თუ გამოიწერთ ჩემს YouTube არხს და ასევე თუ დამიწერთ კომენტარებს, რა კითხვაზე გავაკეთო შემდეგი საჯარო გაშლა.